მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა ასეთი საინტერესო თემით, თუ რატომ გამოგიგზავნათ სამყარომ თქვენ კონკრეტული ადამიანი. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი პიროვნება, აბსოლუტურად, ეს შეიძლება იყოს მეგობარი, პოტენციალური მეგობარი, ნებისმიერი ვინმე. და მოდით დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მეგობრებო, დავარიგებ ვარიანტებს ახლავე და გეტყვით. პირველი ვარიანტი, თქვენ რატომ გამოგიგზავნათ ჩაფიქრებული პიროვნება სამყარო, მეორე ვარიანტი და მოდით იყოს მესამე ვარიანტიც. პირველი ვარიანტი, ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ, მეტად გეძახით. ასე თუ ჩანს. და მეგობრებო, რისი თქმა მინდოდა თქვენთვის. ახლა ჩვენ უკვე გვიახლოვდება 31 ოქტომბერი, 1 ნოემბერი და გვიახლოვდება სამაინის უმშვენიერესი დღესასწაული და იცით ზუსტად ამ პერიოდში, განა კონკრეტულად ამ ორ დღეში, არამედ ზოგადად ოქტომბერში და ნოემბრის დასაწყისში იდეალური არის ერთი წლის ტარო პროგნოზების გაკეთება, ამიტომაც ვისაც გსურთ ერთი წლის სრული ტარო პროგნოზი, აუცილებლად მომწერეთ პირადში. აირჩიეთ ვარიანტები და მოდით ვნახოთ ახლა პირველი ვარიანტიდან. თქვენთან რა ხდება, რატომ გამოგიგზავნათ სამყარომ? არკანი მთვარე. პირველი ვარიანტი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება სამყარომ გამოგიგზავნათ იმისათვის, რომ თქვენ მეტად შეხედოთ თვალებში თქვენს საკუთარ შიშებს, შფოთვებს, თქვენს ბნელ მხარეს. მეგობრებო, ბნელი არ ნიშნავს სუდს ან ბოროტს, ბნელი ნიშნავს ფარულს, უარყოფილს. ჩვენ ადამიანები ძალიან ხშირად ვუარყოფთ საკუთარ თავში რაღაც კონკრეტულ ფსიქოტიპებს ან კონკრეტულ ჩვენს თვისებებს იმის გამო, რომ მოვახდინოთ ადაპტაცია ან სოციუმში, ან კონკრეტულ ადამიანზე, ან ადამიანების ჯგუფზე მოვახდინოთ შთაბეჭდილება, ხო? ან უბრალოდ არ გსურს კონკრეტული ჩვენი მხარეების მიღება, უბრალოდ იმიტომ, რომ არ გვინდა. მაგრამ იცით, ჩვენი რეალური მე მაინც რჩება ისეთად, როგორიც არის. რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ, რომ სიყალბე შევინარჩუნოთ. ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობ? ჩვენი უარყოფილი მხარეები, ის რაც ჩვენში არის, ის ყოველთვის დარჩება ჩვენში. და პირველი ვარიანტი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს რეალობაში მოვიდა ზუსტად იმისათვის, რომ დაგანახოთ თქვენი ბნელი მხარე. ზოგადად ვინც ერკვევა ფსიქოლოგიაში, იმათმა ფიქრობ იცით, ვინც სწავლობთ განსაკუთრებით ფსიქოლოგიაზე, კარლ იუნგის შესახებ, რომ ჰქონდა არაერთი ინფორმაციები გაზიარებული, მოდით ასე ვიტყვი, ადამიანებისთვის, რომ ჩვენ ხშირად მოგწონს, ჩვენ ხშირად გვიჩნდება სიმპათია ზუსტად იმ ადამიანების მიმართ, ვინც ავლენს ჩვენს ბნელ მხარეს. ანიმა და ანიმუსი, ეს ყველაფერი ფიქრობ იცით უმეტესობამ, ხო? ვინც ერკვევა ამ სფეროში, ვინც არ ერკვევა, მათთვის კი მარტივი ენით ავხსნი. ჩვენ ძალიან ხშირად რომანტიული და სქესობრივი თვალსაზრისით ზუსტადაც რომ გვიზიდავენ ის ადამიანები, რომლებიც ავლენენ ჩვენს ბნელ მხარეს, ჩვენს უარყოფილ მხარეს. მარტივად რომ ითქვას, კიდევ ერთხელ, ჩვენ მოგწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ავლენენ ზუსტად იმ თვისებებს, რომლებიც ჩვენ ჩავახჩეთ საკუთარ თავში. და ზუსტად ამისათვის გამოგიგზავნათ სამყარომ ეს პიროვნება, რომ დაგანახოთ ამ ადამიანმა თქვენი რეალური ბნელი მხარე, დაგანახოთ თქვენი შიშები, თქვენი ქვეცნობიერი, დაგანახოთ თქვენი ბნელი მხარე და ასევე ეს ადამიანი გამოგიგზავნათ იმისათვის, რომ თქვენ რაღაცაში მეტად იცით როგორ რაღაცას ვგრძნობ ამ არკანისგან, თითქოს თქვენ ამ ადამიანის გეშინიათ, თან გიზიდავთ და თან გეშინიათ ამ პიროვნების. და ზუსტად ეს შიში არის თქვენი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა ამ ადამიანთან დაკავშირებით. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან საინტერესო იყო და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, თქვენთან რა ხდება. აქაც უფროსი არკანი ამოვიდა, არკანი შეყვარებულები.
კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა ის, რომ პირდაპირ გაგებით ბევრისთვის სამყარომ გამოაგზავნა ეს ადამიანი კონკრეტული სასიყვარულო გამოცდილებისთვის, მაგალითად იმისათვის, რომ ამ ადამიანმა მოახდინოს თქვენს რეალობაში მოგცეთ უფრო სწორად თქვენი შეყვარებულობის, სიყვარულის, სასიყვარულო ურთიერთობების გამოცდილება, აშკარად იგრძნობა, რომ აქ ძალიან ბევრმა თქვენგანმა ყოფილები ჩაიფიქრეთ. ასევე დავამატებდი ასეთ ინფორმაციასაც, რომ ბევრ თქვენგანთან რეზონირდება როგორც ისე, რომ ადამიანი მოვიდა თქვენს რეალობაში იმისათვის, რომ თქვენ ისწავლოთ სიყვარული, უპირობო სიყვარული პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. არა სხვების და არა მის მიმართ, არამედ სხვების მიმართ. მაგრამ აქ მე მსურს, რომ უფრო მეტად გავავრცო, რატომ გამოაგზავნა მეორე ვარიანტისათვის სამყარომ მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ვნახოთ აბა. არკანი თასების 6-იანი. დიახ, მეგობრებო, აქ სამყარომ თქვენ ეს ადამიანი ნამდვილად გამოგიგზავნათ იმისათვის, რომ ისწავლოთ უპირობო სიყვარული პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. აშკარად ხედავ, რომ ამ ადამიანთან რაღაც საკმაოდ დიდი წარსული გაკავშირებთ, რაღაც ასეთი ენერგიები იგრძნობა. იცით, ამ ცხოვრებაში თუ არა დიდი ალბათობით წინა ინკარნაციებში გქონდათ ამ ადამიანთან რაღაც ძალიან მძლავრი კავშირები და ახლაც თითქოს ამ ადამიანის მიმართ ხშირად შეიძლება გაწუხებდეთ ნოსტალგია ან ნოსტალგიური ემოციები, რომც ეს ადამიანი თქვენთან ახლოს იყოს. აქ მოდის რაღაც ისეთი სურვილები, რომ ადამიანი მიიჯაჭვოთ საკუთარ თავთან, მაგრამ ვფიქრობ, ხვდებით, რომ ეს არ არის მთლად სწორი და მთლად კარგი. და მოდით ვიქნები მაქსიმალურად გულვრცფელი, სამყარომ ამ ადამიანთან გამოცდილება, რომელიც მოგცათ, ეს გამოცდილება თქვენთვის იყო საჭირო და საბედისწერო. თქვენ უნდა გესწავლათ და დღემდე სწავლობთ საკუთარი თავის სიყვარულს, საკუთარი თავის დაფასებას ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა შეიძლება უკვე დიდი ხნის დასრულებულიც კი იყოს. დავამატოთ კიდევ ერთი არკანი და ვნახოთ. არკანი პენტაკლების 3-იანი. თქვენს რეალობაში კიდევ შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს ეს ადამიანი, ნამდვილად, მაგრამ დიდი ალბათობით არ გამოჩნდება, პირდაპირ ვიტყვი. იმიტომ რომ თითქოს აქ მოდის ან დასრულებული კომუნიკაცია, დასრულებული ურთიერთობა, რომელსაც თქვენ ხელოვნურად ეჭიდებით და ეჭიდებით, ან მოდის ისეთი ურთიერთობა, რომელიც არის რაღაც გარკვეულ სტაბილურობაში, მაგრამ ეს სტაბილურობა თქვენ თითქოს არ გაწყობთ და თითქოს მეტი სამოქაჩვა გინდათ ამ სტაბილურობისგან. და პირდაპირ ვიტყვი, რომ აქ რაღაც მაინც და მაინც ძლავრი გამოცდილებები ამ ადამიანთან დიდი ალბათობით აღარ იქნება. ან თუ იქნება, რასაც ქვია 1000-ში ერთხელ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ეტაპების ნახტომები კომუნიკაციებში მასთან და ნახეთ, აქ თქვენ ხართ მიჯაჭვული არა ამ ადამიანის მიმართ, არამედ საკუთარი ემოციების მიმართ. იმ ემოციების და იმ ენერგიების მიმართ, რომლებსაც თქვენ განიცდიდით ამ ადამიანის გვერდით. რომლებსაც თქვენ გაძლევდათ ეს ადამიანი გააზრებულად თუ გაუაზრებლად. ეს ადამიანი თქვენ სამყარომ გამოგიგზავნათ იმისათვის, რომ ისწავლოთ გავიმეორებ უპირობო სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, იმიტომ რომ ეს საჯარო გაშლა არის, მაგრამ ბევრ თქვენგანთან ეს ადამიანი ავლენდა თქვენთან მიმართებაში სიყვარულს, ხო, გაფასებდათ ისე, როგორც არავინ სხვა. მაგრამ უმეტესობასთან ეს ადამიანი პირიქით არანაირად არ გაფასებდათ, პირიქით ახდენდა გაუფასურებას, შეიძლება იყო უხეში ან ბოროტი სადღაც, მაგრამ ეს გამოცდილება თქვენ გჭირდებოდათ იმისათვის, რომ ისწავლოთ საკუთარი თავის ფასი, მეორე ვარიანტი. სულ ეს არის მეგობრებო და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე, თქვენ რატომ გამოგიგზავნათ სამყარომ ჩაფიქრებული პიროვნება. არკანი თასების 10-იანი, გამოგიგზავნათ იმისათვის, რომ თქვენ მიიღოთ ემოციურად ახსავსე ენერგიები, თითქოს ეს ადამიანი თქვენ ემოციებით გავსებთ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ეს ადამიანი გაძლევთ რაღაც თითქოს ემოციურ თავგადასავლებს, თითქოს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ
გაერთოთ, იგრძნოთ სიამოვნება, მასზე ფიქრით ან მასთან კომუნიკაციებით და სამყარომ ზუსტად ამისათვის გამოგიგზავნათ ეს პიროვნება, რომ თქვენ ისწავლოთ სიხარული, უბრალოდ აწმყოთი ტკბობა, აწმყოთი ბედნიერება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რატომ გამოუგზავნა სამყარომ მესამე ვარიანტს მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. პენტაკლების პაჟი. თასების 7-იანი და კვერთხების დედოფალი. იცით, ამ ადამიანს არ აქვს იმდენად დიდი მისია თქვენს რეალობაში, როგორც თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, თითქოს თქვენს გონებაშივე აზვიადებთ ამ ადამიანის მნიშვნელობას საკუთარ რეალობაში. რეალურად ეს ადამიანი არ არის თქვენს რეალობაში გამოგზავნილი რაღაც არაამქვეყნიურად დიდი გამოცდებისთვის, არაამქვეყნიურად დიდი გაკვეთილებისთვის, პირდაპირ გეტყვით. კი არის, რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული გაკვეთილები, მაგრამ ყოველი ადამიანი ჩვენს რეალობაში გვაძლევს კონკრეტულ ცოდნას, კონკრეტულ მისიას და ზოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი საბედისწერო, მაგრამ ამ ადამიანს რაც შეეხება, ვერ ვიტყოდი, რომ საბედისწერო ცვლილებებისთვის არის გამოგზავნილი, უფრო ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი არის გამოგზავნილი იმისათვის, რომ კონკრეტული ერთი ძალიან პატარა საფეხური იყოს თქვენს რეალობაში, თქვენივე შინაგანი ზრდისთვის, განსაკუთრებით ეს ზრდა ეხება თქვენს ფინანსებს ან თქვენს კარიერულ ასპექტებს, მაგრამ რაღაც დიდი მისიები ამ ადამიანს თქვენს რეალობაში არ აქვს და თუ თქვენ გონიათ, რომ ეს ადამიანი არის რაღაც საბედისწერო, რაღაც მნიშვნელოვანი და ეჭიდებით, ეკაჩებით ამ ადამიანს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან არასწორს აკეთებთ უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ კი ჩვენ ადამიანებს ძალიან გვიყვარს მოკაჩვა, გვიყვარს ვეჩვევით ადამიანებს, მაგრამ თუ ადამიანი წავიდა თქვენი რეალობიდან, ამა თუ იმ გზებით, დროა ეს ადამიანი უბრალოდ გაუშვათ. მესმის ბევრად უფრო მარტივი არის ეს თქვა, ვიდრე გააკეთო, მაგრამ დროა ეს ადამიანი, დიახ, რასაც ქვია გაუშვათ, იმიტომ რომ მან თავისი მისია ან დაასრულა, ან ასრულებს. და მისი მთავარი მისია თქვენს რეალობაში იყო კონკრეტული საფეხური, თქვენი გართობა, თქვენთვის რაღაც მენტალური სიამოვნების მინიჭება, პატარა საფეხურად ყოფნა თქვენი თვითგანვითარებისთვის, ან თქვენი კარიერული ან ფინანსური განვითარებისთვის და ამაზე დასრულდა მისი მისია. კიდევ ერთი არკანი მინდა დავამატო. დიახ, დასრულდა მეგობრებო არკანი ზომიერება ამოვიდა. შეიძლება ეს ადამიანი ნამდვილად კიდევ მოვიდეს საფეხურის სახით თქვენს რეალობაში, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, არ არის საჭირო რომ გაწელოთ ეს ურთიერთობა და ეს კომუნიკაციები, იმიტომ რომ თუ ხვდებით რომ ყველაფერი უკვე სრულდება ან დასრულდა, უმჯობესია დაასრულოთ, უმჯობესია აღარ ამოქაჩოთ. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა წარმატებები და ნახვამდის.